Samsung-ის უახლეს Fold smartphone-ები მაქვს აქ Fold 8 და Fold 8 Ultra. ძალიან მაინტერესებდა Fold 8-ის ახალი ფორმები, ხო და მოდი ვისაუბროთ. შოკი. ეს ის Fold 8 აღარ არის, თქვენ რომ გახსოვთ. ფორმა აქვს შეცვლილი, ახლა გარე ეკრანი არის 5.5 ინჩი ზომის პასპორტის ფორმის ეკრანი, მართლა პასპორტის ფორმა აქვს, რადგან უფრო გააფართოვეს. ანუ ეს არის სრულიად ახალი Fold-ის ხაზი Samsung-ის საკეთ smartphone-ებში. ძალიან მაგარია ჩემი აზრით. რა თქმა უნდა, AMOLED პანელია Gorilla Glass Ceramic 3-ის დაცვით და 3000 ნიტი პიკური სიკაშკაშით. ხელშიც აშკარად შესანიშნავად ზის და მეკომფორტულობა მეპირადად. მიუხედავად იმისა, რომ უფრო რთულია ერთი ხელით გამოყენება, რომ მიაწუდინო იქით ცოტა გაჭირდება, მაგრამ საყვარელია ძალიან და ეგ მომწონს. შიდა ეკრანი კი ასევე შესანიშნავია, პირველ რიგში იმიტომ, რომ 7.6 ინჩიანი 4:3 ფორმატია და უმეტესად ყველა გადაღებული ფოტო მთლიანად შეავსებს ეკრანს ზედმეტი შავი ჩარჩოების გარეშე. კონტენტის ყურებაც ბევრად უფრო სასიამოვნოა ასეთ ეკრანზე, რადგან ვიდეოს ყურებისას ზემოთ-ქვემოთ შავი ჩარჩოები ბევრად პატარაა და თვალში ცუდად აღარ გვხვდება. ნუ მაგალითად ისე, როგორც გვხვდება ძველ Fold-ებსა და Fold 8 Ultra-ში. ანუ დღის ბოლოს ეს smartphone არის იმისთვის, რომ უფრო მეტი სივრცე გქონდეს გარე ეკრანზე და უფრო კომფორტულად უყურო კონტენტს შიდა ეკრანით. უდიდეს ლაიქი, ძალიან მაგარი. მოგეთ მე პირადად დიდი ფანი ვარ ასეთი ფორმების და მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ ეკრანზე, კომენტარებში დაგვიწერეთ აუცილებლად. რა თქმა უნდა, ჩიპსეტად გვაქვს ამ წლის Galaxy-თვის შექმნილი Snapdragon Rally Gen 5, ასევე გაზრდილი 4800 mAh-იანი ელემენტი და დამხტვის გაზრდილი სიჩქარე. ამიერიდან კაბელით 45 ვატით დაიმუხტება Fold 8, უსადენო დამხტვით კი 20 ვატით. დიდ სანაპიროს სკანერი ჩართვის გელაგზე გვხვდება. ამ smartphone-ის წონა 201 გრამია და საკმაოდ მსუბუქია, ჩემი აზრით. თვითონ თუ გავგზავნებთ რამხელა smartphone-ი, კარგად ნაწილდება ეს წონა. მაგარია ძალიან. ეკრანში ასევე გვაქვს ახალი Flex Titan ტექნოლოგია, რომელიც დახმარებითაც Fold smartphone-ები Samsung-მა უფრო თხელი გახადა, მაგრამ შეინარჩუნა გამძლეობა. ამის იქით თხელი აღარ ვიცოდი, 7-ის იქით თხელი თუ კიდე შეიძლება და აღარ ვიცოდი, მაგრამ ხო, უფრო თხელია. გვაქვს ორი 50 მეგაპიქსელიანი მთავარი და ultra wide კამერა და ასევე ორი selfie კამერა შიდა და გარე ეკრანებზე, ორივე 10 მეგაპიქსელიანი. თუ Fold 8 კონტენტის საყურებლად არის საუკეთესო არჩევანი, თანაც ისე რომ წარმოდობად შესანიშნავი აქვს თამაშებისთვის, multitasking-ისთვის და კითხვისთვის, Fold 8 Ultra კიდევ უფრო მეტს გვთავაზობს ამ მხრივ. Fold 8 Ultra არის საუკეთესო Fold smartphone, რასაც Samsung-ი გვთავაზობს. Fold 8-სთან შედარებით უფრო დიდი 8 ინჩიანი შიდა ეკრანი multitasking-ისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს გვთავაზობს. შეგვიძლია 3 აპლიკაცია ერთდროულად გავანაწილოთ ეკრანზე და ისევ იმუშაოთ, რაც ძალიან მაგარია. აქეთ იქით და ეს შუაში კიდე ერთი აპლიკაცია რა, აი თუ დაგჭირდა. ასევე ეს ეკრანი ანტიარეკლოდია, რაც შუქს ეუკეთეს შედეგებს მოგცემს. აქაც გვაქვს 3000 ნიტი პიკური სიკაშკაშე და AMOLED პანელი ორივე ეკრანზე და გარე ეკრანი 6.5 ინჩი ზომისაა. Fold 8-ისგან განსხვავებით, ამ smartphone-ში გვაქვს 3 კამერა, მთავარი 200 მეგაპიქსელიანი, ტელეფოტო 10, ხოლო წინა მოდელისგან განსხვავებით, აქაც გვაქვს განახლებული 50 მეგაპიქსელიანი ultra wide კამერა. ორივე ამ smartphone-ს ახლა შეუძლია 4K 120 FPS-ში ვიდეოს გადაღება. ძალიან მაგარია. ელემენტით საკმაოდაა გაზრდილი და 5000 mAh-ზე ავიდა მოცულობით, ასევე აქაცაა დამხტვის სიჩქარე გაზრდილი ზუსტად ისე, როგორც Fold 8-ში, 45 ვატი და 20 ვატი. დღის ბოლოს უფრო დიდი ეკრანი, უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს multitasking-შიც და თუნდაც თამაშისას. მესამე კამერაც რა თქმა უნდა შესანიშნავი დამატებაა და Samsung-ის საკეთ smartphone-ებში ეს ნამდვილად საუკეთესო მოდელია. No doubt. მე მაინტერესებს თქვენ რომელი გირჩევნიათ, Fold 8 თუ Fold 8 Ultra. დაგვიწერეთ კომენტარებში, გამოიწერეთ და დააფოლოვეთ Zoom-ერი ყველგან, სადაც ამ ვიდეოს ნახავთ. მე დავითი ვარ და შემდეგ შევდრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.